კვარა საფრანგეთის ჩემპიონია. PSG-მ კვარას ასისტით ანჟესთან 1-0 მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე და 0 წაგებით ჩემპიონობას ზეიმობს. ამ საჩემპიონო მატჩში სწორედ კვარა გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ეს კი PSG-ს მე-13 ჩემპიონობაა. კვარა PSG-ს ზამთარში შეუერთდა და სულ 15 თამაშში 3 გოლის და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ეს კვარას უკვე მეორე უცხოური ტიტულია. ის ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონიც გახდა 2022-23 წლების სეზონზე. ამ სეზონში კი კვარას აქვს უნიკალური შანსი გახდეს ერთდროულად ორი ქვეყნის ჩემპიონი. დიახ, თუ ნაპოლი მოახერხებს დარჩენილ 8 ტურში ინტერთან სამქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას და სკუდეტოს მოგებას, კვარა იტალიის ჩემპიონიც გახდება, რადგან სეზონის ნახევარი სწორედ ნეაპოლურ კლუბში გაატარა, სადაც 5 გოლი და 3 ასისტი გააკეთა. 5 და 9 აპრილს კი კვარას PSG ასტონ ვილას ხვდება ჩემპიონთა ლიგაზე და გამარჯვების შემთხვევაში რეალსა და არსენალს შორის გამარჯვებულს შევხვდებით ნახევარფინალში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. გამოიწერეთ არხი, დაელოდეთ გათამაშებებს და ერთად ვადევნოთ თვალი ქართული სპორტის ისტორიას.